მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს გამკაცრებული კანონების შესახებ, შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ასე დაჩქარებულად იხილავენ. სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს პარლამენტი, როგორც გითხარით, საკანონმდებლო პაკეტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა და მიღება 16 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებების თანახმად შეკრების ან მანიფესტაციების მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწავლელი ნივთიერების ქონის გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. აქამდე ჯარიმა იყო გზის უკანონო გადაკეტვაზე, ხოლო თუ სამართალდამღები აქციის ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროთექნიკას, ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწესებო ქმედება 2 წლამდე ვადით. ანუ საჭირო არ არის მაგალითად მაშხალა გაისროლოთ, მაშხალა თუ გიჭირავთ ხელში, უკვე დარღვევა არის. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომელსაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან მის კანონიერ განკარგულებას არ დაექვემდებარება. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი არის ქართული ოცნება. კიდე ერთ კანონს იხილავენ, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. გიორგი დავითური, იურისტი და თათია კონიაშვილი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი, მივესალმებით მას, გამარჯობათ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენი შეფასება ამ შემთხვევაში როგორც უფლებადამცველების იურისტების რა არის? ქართული ოცნება ამბობს, რომ 20 კაცი არ უნდა ეკეტავდეს ქუჩას, ეს არის უკანონობა, ეს აქამდეც მართლაც არ იყო თქვა კანონით დაშვებული, ვერაფერი ვერ მოუხერხეთ. ამ ამბავს ჯარიმები გავზარდეთ, 5000-მდეც გაიზარდა, მაგრამ ამან არ იმუშავა. და ეხლა გადავწყვიტეთ, რომ დავიჭიროთ ყველა, ვინც ასე მოიქცევა. და ეს არის მათი ახსნა და რაღაც აპრავებენ, რომ საფრანგეთში რომ ესე გადაკეტო ქუჩას, იქაც არ გადაგეკეტინებენ და ასე შემდეგ. ისმენთ. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მსმენელებს. ხო, პრინციპში რაც ჩვენ ვნახეთ ქართული ოცნების მხრიდან, ეს არის გაგრძელება იმ რეპრესიების, რაც მან ჯერ კიდევ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 2023 წლიდან დაიწყო, როდესაც გამჭვირვალობის კანონი ხო პირველად დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში და ეს არის რაღაც გაგრძელება იმ რეპრესიული კანონმდებლობების და ინიციატივების, რასაც ჩვენ პრინციპში ძალიან ხშირად ვხედავთ ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც გონია რომ მორჩა რაღაც ჩარჩოში მოექცა ხო, თითქოს ქართული ოცნება რაღაც მიიღო ეს კანონი, რომელიც სადღა უნდა წავიდეს მეტი, რაღაცნაირად უფრო და უფრო მეტი ინიციატივები იჩენს ხოლმე თავს. აი სამართლებრივად, სიმართლე გითხრათ, იმდენად შინაარს გამოცვლილი, აი სამართლებრივად შესაფასებლად, რაღაცნაირად გვიჭირს ხოლმე იურისტებს ამაზე მსჯელობა, იმიტომ რომ თავისი არსიდან კანონს, როდესაც წაიკითხავს ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი, არ არის საჭირო რაღაც განსაკუთრებული იურიდიული ცოდნა, რომ მიხვდეს რასთან გვაქვს საქმე, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვსაუბრობთ, რომ ეს შეკრების და გამოხატვის უფლების შეზღუდვა კი არა, ეს არის პრაქტიკულად გაუქმება. იმიტომ რომ როგორც თქვენ პრინციპში ამ ინიციატივის მიმოხილვა უკვე გააკეთეთ, გვეუბნება ქართული ოცნება იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი გავა ქუჩაში რაიმის გასაპროტესტებლად, აუცილებელი არ არის, მაგრამ ქმედება განახორციელოს, ხო, იგივე თუნდაც ხელში რომ ეჭიროს პიროტექნიკა, ამისთვის ადამიანი უალტერნატივოდ 60 დღემდე ციხეში შეიძლება წავიდეს, ხო? ანუ ამ პიროტექნიკას თუ იყიდი მაგალითად და წაიღებ სახლში, არაფერი არ არის, მაგრამ აი აქციაზე თუ გაივლი და უბრალოდ გეჭირება. შუშხუნით თუ რა ქვია მას მაშხალა, არ ვიცი. ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ გათვალისწინებელია. სროლა არ არის საჭირო. სროლა არ არის საჭირო.
გვეუბნება ასევე იმას, რომ სახში მიმაქეს პიროტექნიკა და უბრალოდ გამოვისეირნი აქცია. კი ბატონო, ხო, ამ მეშიც კანონმდებლობა მოკლედ ასე არ ეკოს. მეორე მიმართულება ხო, მაგალითად აი ადამიანი დგას ქუჩაში, იგივე ტრანსპორტის შეფერხებას, ხო, რაც წესენი ეძახი უკანონოდ ასე ვთქვათ გზის გადაკეტვა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს, რომ თავდაპირველად ამაზე იყო 500 ლარიანი ჯარიმა, შემდეგ 5000 ლარიანი ჯარიმა გახდა 5000 ლარიანი სანქცია გახდა და მათ შორის მე როგორც ადვოკატი ძალიან ბევრ ადამიანს სასამართლოში ვიცავდი და თავად ეს პროცესებიც ხო საკმაოდ ილუსტრაცია იმის რა მიზანი ჰქონდა ხო რეალურად ქართულ ოცნებას ის კი არ იყო მართლაც მიზანი რაც განმარტებით ბარათში უწერიათ რომ აი მაგალითად ისინი სასტრაფოს არ ატარებდნენ თურმე და ამ დროს ვიღაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეიძლება რაღაც საფრთხე შექმნოდა და ამიტომ გაამკაცრეს ხო რეალურად მიზანი იყო ის რომ ადამიანები დაესაჯათ რატომ იმიტომ რომ მათ გააჩნიათ პროტესტი და ისინი ამ პროტესტს გამოხატავენ თუმცა შემდეგ ნახეს რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ ძალიან სოლიდარულები იყვნენ ხო და ისინი ერთმანეთს მათ შორის ამ თანხის შეგროვების ნაწილში იყო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამ სანქციამ ვერ გაჭრა ხო 5000 ლარიან სანქციას მათ შორის პენსიონერ ადამიანებს როდესაც აკისრებდნენ აი ასეთი ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში რა პირობებში ჩვენ ვხედავთ და დღეს უკვე გვეუბნება რომ პირდაპირ წავა ადამიანი ციხეში თუ კი ის რაღაც ტრანსპორტის მოძრაობას შექმნის საფრთხეს მეორე ამბავი როდესაც თუნდაც განმარტებით ბარათში როდესაც ეს უწერია რომ ვიღაცის სიცოცხლე შეიძლება საქმე ჯერ ასეთი პრეცედენტიც არ ყოფილა ასეთი შემთხვევა არ ყოფილა რომ მაგალითად სასტრაფო დახმარების მანქანისთვის აქციის მონაწილეების გზა გადაეკეტოთ ხო მეორე შემთხვევა მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსი მსგავს ქმედებებს ისედაც არ რეგულირებს და საერთოდ არ არის ხო საჭირო მსგავსი ცვლილებები აი მეორე მხრივ როდესაც ჩვენ იგივე აი ამ ქმედებების განმეორებით ჩადენის კრიმინალიზებაზე ვსაუბრობთ, აქ უკვე შემოდის სისხლის სამართლის სანქცია, ხო? მაგალითად, თუ კი ადამიანი იგივე გზას გადაკეტავს, ხო? მეორედ უკვე რაღაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის, ხო? გათვალისწინებული. ერთი არისო, 15 დღიან პატიმრობას უსჯიან და. და შემდეგ უალტერნატივოდ 1 წელი. კი, თან სანქციები პირდაპირ არის პატიმრობა, ხო? აქ შემოტანილი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ აი სამართლებრივ შეფასებაზე ხო როდესაც ვსაუბრობთ ხო ამ ნაწილში საინტერესო არის ის რომ როგორი არის ანუ ადამიანის უბრალოდ ევროპულ სასამართლოს პირდაპირ აქვს ნათქვამი რომ მათ შორის აი შეკრების უფლებაზე როდესაც ვსაუბრობთ და მშვიდობიან პროტესტზე როდესაც ვსაუბრობთ სისხლის სამართლის სანქცია არ უნდა იყოს გამოყენებული მით უმეტეს საპატიმრო სასჯელი მით უმეტეს უალტერნატივოდ არ უნდა იყოს გამოყენებული რატომ იმიტომ რომ რეალურად სისხლის სამართალს თავისი არსით უფრო მეტი მსუსხავი ეფექტი აქვს ხო რეალურად და სწორედ ეს არის ხო რატომ აკეთებს ქართული ოცნება ამას, იმიტომ რომ ჰქონდეს დიახ ეს მსუსხავი ეფექტი, მათი მიზანი რეალურად ეს არის და ადამიანები უბრალოდ აღარ გამოვიდნენ ქუჩაში და საბოლოო ჯამში ჩვენ მაყურებელმა რომ კარგად კიდევ უფრო მეტად კარგად ეს რაღაც მცირე ჯგუფს კი არ ეხება, ვინც მაგალითად რაღაცას აპროტესტებს ან იმ უამრავ ადამიანს რომელიც ქუჩაში გამოვიდა მათ კი არ ეხება თვით ბოლო პერიოდში რაღაცებს ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ადამიანს მათ შორის იმათ რომლებად შეიძლება აი ამ ეკონომიკური გაზრდილი ფასების გამო იქნება ეს რაღაც ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე რაღაცის გაპროტესტება მოუნდეთ ეს აუცილებლად ყველას შეეხება და საბოლოო ჯამში სწორედ ეს არის ქართულ ოცნებას დღეს განსხვავებული აზრის მიმღებლობა საერთოდ არ უნდა და არ უნდა არანაირი ის აზრი რომელიც მას რაღაც კონტექსტში დისკომფორტს შეუქმნის კი ბატონო, გიორგი, შენ რას ფიქრობ ამ თემას? შენ შეფასება როგორია ხო ამ ყველაფრის? კი ერთხელ ამ არგუმენტზე რა სიტყვი რაც აქვს ოცნებას, რომ აბა ეხა გზას უკეტავს 20-30 კაცი, ექსა და 2 წესია ისინი ამბობ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ იქიდან ერთ-ერთი საინტერესო ფრაზა თქვი დასაწყისში, რომ სხვა სფეროებს ვერ ვაკეთებ. პირველი კითხვა არის ის, რატო ვერ აკეთებს ეს სხვა სფეროებს და რატო გახდა საკანონმდებლო ჩარევა საჭირო. სხვას რასაც ვერ აკეთებენ მარტივი მიზეზით, რომ რუსთავის გამზირზე შეიძლება იქ იყოს 1000 ადამიანი, 2000 ადამიანი ყოველდღიურად, მაგრამ ამ 1000 თუ 2000 ადამიანის უკან სახლში იქნება თუ სხვაგან დგას ძალიან ბევრი ადამიანი. თორე იმ მართლა 20 ადამიანი რო იყოს იქ ისი 100 პლუსი პოლიტიკური პატიმარი იყოს ხოლმე ხო ქვეყანაში მართლა 20 ადამიანი რო იყოს იმას აალაგებდნენ ბევრად ხო ან მარტივად რო აუხსნათ ჩვენს ახლა მაყურებელს და რადიო მსმენელებს რომ თუ ქუჩის გადაკეტვა არის უკანონო
და კანონში წერია, ეწერა თავდაპირველად 500 ლარი იყო, ხო, ჯარიმა? 500 ადმინისტრაციული პატიმრობაც არის, წინააღმდეგობის გაწევაზე საერთოდ 60 5000 რო გახალის. თავიდან რამდენი იყო? თავიდან იყო, თავიდან იყო 200 თუ სწორად მახსოვს, მე გახდა 500. ანუ სანქცია იყო გათვალისწინებული ეს 200 ლარი. უბრალოდ ჩვენ როცა რამეს უკანონოს აკეთებს, პოლიცია უნდა მოვიდეს და არ გააკეთებინოს, გადაიყვანოს, დაშალოს, დაუშალოს, არ გადაუშვას აქციაზე. ამას არ აკეთებენ. ზდიან მას რა ქვია სანქციას, იმიტომ რომ ეშინიათ პოლიცია რომ მივიდეს, იქ უფრო მეტი ხალხი მოვა მერე. ზუსტად. და ამის მაგივრად რომ კანონი აღასრულონ, თუ მეუბნები რომ უკანონობაა, და აი საფრანგეთში მოვიდა და პოლიცია და დაშლიდა. და შენ ამას ვერ აკეთებ. იმიტომ რომ კიდევ მეტი ხალხი არ მოვიდეს და ამის გამო ადგები და იმას მისჯი, რა ქვია, ერთწლიანი პატიმრობა. ზუსტად. და რაც შეეხება უშუალოდ კანონ პროექტს ახლა რომ შევხედოთ, დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ სამართლებრივად ძალიან რთული ამაზე იმშელო. ფიქრობ, რომ ეს არის იმ დიდი პაკეტის ნაწილი, რასაც ქვია, რომ თუ ვინმე პარტიის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს ან გააკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს ის ადამიანი წავა ციხეში, ის ადამიანი დაისჯება. ეს არის ამ პოლიტიკის და ამ მესიჯის ნაწილი, რაც საზოგადოებაში გზავნება. რაც შეეხება უშუალოდ ყურადღებას ცოტა ყურადღებას გადავიტან მე საზოგადოებას პროტესტი დღეს სრულიად სამართლიან რუსთაველის გამზირი გონია მარტო, მაგრამ ესე არ არის, ხო? ჩვენ არაერთხელ გვინახავს მაგალითად გაფიცვა, სადღაც პატარა ქუჩის ჩაკეტვა. ან მაგალითად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე ემატება ცალკე მუხლი, რომელიც პროტესტს საერთოდ არ უკავშირდება. ათასობით სამართლდარღვევა იწერება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. ნებისმიერი ეს, როდესაც ხდება, პატრონო რომ გაგაჩეროს, ან აგრეთვე აი მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ, ერთ-ერთი მუხლი, რაც კრიმინალიზება ხდება 28 ნოემბრის აქციები რო გავიხსენოთ 28 ნოემბერს, როდესაც პოლიციის მანქანა დაიძახა, რომ უკანონოა შეკრება და ვსიო დაიშალეთ, ვინც იმ აქციაზე დარჩა, ყველა შეიძლება და გაეშვათ პატიმრობაში ამ შეტანილი ცვლილებების მიხედვით და მეორე დღეს ვინც მივიდა, უკვე სისხლი იქნებოდა. მასშტაბი მინდა რომ წარმოიდგინოთ, რომ ეს სინამდვილეში არის სრულად, ანუ მთლიანობაში ეს არის გამოხატვისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზაცია. ანუ კრიმინალიზება მარტივად, ანუ ცოტა ხანში ის, რასაც ჩვენ ვეძახდით უკანონოს, არაკონსტიტუციურს, არაკონსტიტუციურ ეს სადაც რჩება, მაგრამ ეტაპობრივად თუ აქამდე სასამართლოებს თუ არ ვიცი, ბევრს ჭირდებოდა უკანონო გადაწყვეტილების მიღება იმისთვის, რომ ადამიანი ჩაესვა ციხეში, დღეს უკვე ეტაპობრივად იქმნება სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ ამ ადამიანებს უკანონო გადაწყვეტილების მიღება აღარ მოუწიოთ, მიიღებენ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ უკანონო ის აღარ იქნება, იმიტომ რომ კანონში ყველა ის უსამართლობა, ყველა ის უკანონობა, რაც პირდაპირი დარღვევა არის, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ეს ყველაფერი ხდება დღეს კანონიერი, ყველაფერი არა, ამ ყველაფრის რაღაცა გარკვეული კომპონენტები ხდება კანონიერი, ეტაპობრივად ეს უკანონობა კანონდება, მარტივად რო ვთქვათ, და ბერკეტები, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ დროს არსებობს, არის სასამართლო. უკანონოა ეს ისე არის ხა, შეუძლია თითქოს ყველა ქართულოსების მომხრე ახლა თუ უკანონოა და უნდა დაიმორჩილო, რა საბჭოთა კავშირში უკანონო იყო, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სიტყვის ამოღება. გამოდის რომ ვინც საბჭოთა კავშირს აკრიტიკებდა, საბჭოთა კავშირში ყველა დისიდენტი უკანონო იყო, ხო? გამსახურდიაც და ანუ გამოდის რომ ისინიც უნდა დამორჩილებოდნენ და საბჭოთა კავშირში ტაში ეკრა მაშინ ყველას. ანუ უკანონო გააჩნია, მე შე რო ხელისუფლებაში ხარ, ხვალ რო სუნთქვა ამიგრძალო უკანონო იქნება ესეც, ხო? კი. ზუსტად. ანუ დღეს საქართველოს, რაც ქართულ ოცნებას საკუთარი კანონშემოქმედებითობის ფარგლებში, რასაც ჩვენ ვუყურებთ და რაც მე როგორც ადვოკატი თუ იურისტი ვუყურებ ამ შემთხვევაში, რაიმე დემოკრატიული ლიმიტი, რომელიც არის გაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში, აღიარებული არის მათ შორის საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, მაგრამ ძირითადად ჩვენს კონსტიტუციაში მსგავსი დემოკრატიული ლიმიტები ფაქტობრივად აღარ არსებობს და ეტაპობრივად ნულდება. როდესაც საქმე ეხება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როდესაც საქმე ეხება რაღაცის საჯაროდ თქმას, საჯაროდ გამოხატვას, დაახლოებით არის ის პოლიტიკა, რომ სახში რაც გინდა ისაკეთე, ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ აქ მეტაპობრივად ამას აუცილებლად მოყვება ბევრი საკითხი, ან თუ ეს გაგრძელდება მსგავსი მიდგომა, მსგავსი პოლიტიკა, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, უბრალოდ ამას აუცილებლად მოყვება ბევრი სხვადასხვა დანამატები. მაგრამ მთლიანობაში რაც მინდა რომ კარგად გაიაზროს ყველა ადამიანი არის ის, რომ ეს არ ეხება მხოლოდ იმ ხალხს, ვინც დგას რუსთაველს. ეს არ ეხება არც მაგალითად დევნილებს რომ მოუნდეთ რაღაც აქციის გამართვა დევნილებთან სამინისტროსთან, თუ იქ ქუჩა გადაკეტეს და პოლიციამ ჩათვალა რომ არ არის საკმარისი, პირდაპირ პატიმრობაში შეუძლიათ გაუშვათ. ზუსტად, მაგალითად დევნილებს არ გაუშვებენ, თვალს დახუჭავენ.
გაჩნია, ანუ გამოსახლებები გვინახავს, ხო? სცენარი რო წარმოიდგინოთ, მაგალითად, თუ თქვენ აპროტესტებს რაღაცას, პირობითად სახს გინგრევენ. და თქვენ გამოходით და აპროტესტებთ 5 კაცთან ერთად, რომ ამ სახს აგრევენ. და პოლიციელი მოვიდა, ვიღაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გადმოვიდა, გითხრა, რომ მე ახლა აქ არ მომწონს, რომ ვიღაცას ლუდის ბოთლი უჭიროს პირობითად ხელში და მე თქვენ შეკრება მანიფესტაციას ვკრძალავ. როგორც კი მაგ მომენტიდან თქვენ 5 კაცი იქ დარჩებით და გააგრძელებთ 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. დაუმორჩილებლია. არ არის დაუმორჩილებლობა, ცალკე მუხლით არის ეგ 60 დღიანი, ეგ ცალკე არის შეკრება მანიფესტაციის კანონის მე-11 პრიმა მუხლის დარღვევა, აქ ეგრე არის შემოტანილი. დაუმორჩილებლობა კიდე სხვა რაღაცაა. დაუმორჩილებლობა მანიფესტაციის მიღმაც არსებობს. როგორც კი ამას ეთქვით, რომ გააგრძელებთ, არის 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, თუ 15-იან 60 ზუსტად არ მახსოვს და თუ მეორე დღესაც შეიკრიბებით, უკვე სისხლის ამართალი არის, მეორე დღესაც გინგრევენ სახს. ზოგადად პოლიტიკურად რო შევაფასოთ ეს თვითონ ამბავი, რას ნიშნავს, რა სახელმწიფოს ვიღებთ, რა ქვეყანას მივიღებთ, რისკენ მიდის ოცნება. რეალურად ხო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ კანონშემოქმედობის პროცესზე და რასაც ჩვენ ვუყურებთ მით უმეტეს დაჩქარებული წესით ხდება ეს და ხანდახან რა ვიცი ისე სწრაფად იღებენ ხოლმე კანონებს რომ გააზრებაც კი გვიჭირს ხოლმე ხან იმ ხელამოცულობის კანონის პროექტები ინიცირდება ხოლმე საკანონმდებლო ორგანოში აი როდესაც წერან მათ შორის ხო საუბრობთ უკანონობის დაკანონებაზე ყველა სახელმწიფოში იქნება ეს ავტორიტარული რეჟიმის და ამ შემდეგ არსებობს ხო კანონები იღებენ იქაც საკანონმდებლო ორგანოები გარკვეულ კანონებს, მაგრამ აქ პრობლემა რა არის, ხო? რამდენად სამართლიანი არის ეს კანონი, იმიტომ რომ რეალურად, როდესაც კანონს იღებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ხო, იქ უნდა არსებობდეს მსჯელობა. რას ემსახურება ეს კანონი, ხო? ეს კანონი მაგალითად რა ლეგიტიმური მიზანი აქვს? ეხლა ეს ლეგიტიმური მიზანი, როდესაც ჩვენ განმარტებით ბარათში პირდაპირ ჩაგვიწერეს, რომ არის ის, რომ სანქციებმა არ იმუშავა და მათ შორის ჯარიმებმა არ იმუშავა და ახლა საჭირო გახდა, რომ ადამიანები პირდაპირ ციხეში გავუშვათ, ხო? აქ უკვე რამდენად ლეგიტიმური არის ეს მიზანი, რამდენად შეიძლება ადამიანს თავისუფლება შევუზღუდო იმის გამო, რომ ის უბრალოდ იდგა, ხო? მაგალითად რუსთაველზე და გამოხატავდა პროტესტს. რამდენად შეიძლება ადამიანს დღემდე პატიმრობაში გავუშვა ადამიანი, როდესაც მას უბრალოდ რაღაც მაშხალა ეჭირა, ხო, ხელში და ამ შემდეგ. ანუ შესაბამისად ჩვენ საით მივდივართ, ის რომ რაღაც ქმედება შეიძლება ერთ შეხედვით კანონიერად ჩაითვალოს და თქვათ, რომ კი, ანუ კანონმდებლობის შესაბამისად გამოიტანა სასამართლომ გადაწყვეტილება. ერთ წლამდე იმიტომ გაუშვა ადამიანი ციხეში, რომ მეორედ გამოვიდა მათ შორის შეწყვეტილ აქციას და დიახ, ეს კანონიერი არის, თუმცა სად მივდივართ, ხო? ამ კანონებით რა ქვეყანას მივიღებთ? რა ქვეყანას მივიღებთ, ხო? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეჟიმი ცდილობს, რომ მაქსიმალურად გაიდგას ფესვები, საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ისეთ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანებს ქუჩაში გამოსვლის შეეშინდებათ, ადამიანებს შეეშინდებათ სიტყვის თქმის უფლება შეეშინდებათ, ხო? მათ შორის შეიძლება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დროსაც კი გაუჩნდეთ, ხო? ეს შიში რომ რამდენად უსაფრთხო არის მათთვის ნებისმიერ შემთხვევაში ეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ეხება მარტო იმას, რასაც ადამიანები რუსთაველზე გამოდიან, ხო, უკვე 320 დღე არის პრინციპში და უკვე მეტის, რომ ადამიანები უწყლეტად აპროტესტებენ იმ უკანონობას, რაც უსამართლობას, ხო, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ რეალურად ეს ხო კონკრეტულად ამ ადამიანებზე არ არის მორგებული. ეს არის ზოგადად კანონები, რომლებიც ეხება აბსოლუტურად ყველა ადამიანს და რეალურად ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ის უსამართლობა, რაც მათ შორის კანონით შეიძლება არსებობდეს, ხდება მისი დაკანონება. ეხლა ძალიან ხშირად გვინახავს მათ შორის სასამართლო პროცესებსაც, იგივე პოლიციისადმი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასეთი ჩანაწერი არსებობს კანონში და მათ შორის კანონიერ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ჩვენი სასამართლო ისე განმარტავს ხოლმე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნებისმიერ მოთხოვნას მათ შორის მიაწერს ხოლმე, რომ ეს არის კანონიერი მოთხოვნა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთი მხრივ აი ამ რეპრესიულ კანონებსაც კი, რასაც ესენი იღებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მასაც კი არ ღვევენ და ისე აღასრულებენ პრაქტიკაში და მეორე მხრივ, როდესაც აი ასე ხდება ხო საკანონმდებლო პროცესი და ეს რასაც ჩვენ ვუყურებთ რეალურად შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ დიახ ახლა უკვე რაღაც კონკრეტული ქმედება არის კანონიერი თუმცა მეორე მხრივ ჩვენ მოვდივართ იქამდე რომ საერთოდ დემოკრატიულობაზე საერთოდ ხო ადამიანის უფლებებზე ქვეყანაში საუბარი უკვე იქნება ძალიან ზედმეტი და აი ზუსტად ეს არის ამიტომ ვამბობთ ხოლმე რომ ძალიან გვიჭირს მათ შორის იურისტებს სამართლებრივ ჭრილში შევაფასოთ ესა თუ ის საკანონმდებლო ცნება რა ჩვენ ხო უკვე ყველაფერი პოლიტიკური ჭრილში არის შესაძლებელი და აუცილებლად უნდა კითხოთ თქვენი აზრი ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ხო ეს კიდე საოცარი ამბავი არის ხელისუფლება გვეუბნება ფაქტობრივად რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რომელსაც თვითონ აკონტროლებს მიმართავს სარჩელით რომელ პარტიასაც უნდა ააკრძალინებს და მერე უკვე პარლამენტში შეიტანა კანონი რომლის მიხედვითაც მას უფლება ექნება რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რომელ პარტიასაც ააკრძალინებს
ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ პარტიასთან არის დაკავშირებული, მას საერთოდ აუგზავნოს პოლიტიკური საქმიანობა. და არა მარტო პოლიტიკური საქმიანობა აუგზავნოს, სხვა პარტიაში შესვლა, სხვა პარტიაში თუ შევა ის ადამიანი, იმ პარტიასაც აკრძალავენ. არ ვიცი რას ნიშნავს ეს ანუ ხელისუფლება გადაწყვეტს მაგალითად შენ გიორგი გააქვს თუ არა უფლება თან იქ მარტო წევრებაზე კი არ არის ლაპარაკი როგორ ამ პარტიასთან რაღაცა დაკავშირებული თუ არის ადამიანი იმასაც შეუძლია დაუკრძალონ პასიური საარჩევნო უფლება ამ სადმე არჩეული იყოს და სხვა პარტიაში შესვლა დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი მახასიათებელი არის რომ უნდა არსებობდეს ინსტრუმენტები ძალაუფლების ხელისუფლების კანონიერად ცვლილებისთვის ყველა ეს ინსტრუმენტი ეტაპობრივად ეს არის პირველ რიგში ინსტიტუციური როგორიც არის პოლიტიკური პარტიების არსებობა, პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება, სიტყვისა და გამოხატვის საქმიანობის თავისუფლება და არჩევნები. ქართული ოცნების ეს საკანონმდებლო ცვლილებები მიმაჩნია რომ მთელ ამ ინფრასტრუქტურას, რომელიც არსებობს დემოკრატიულ საზოგადოებაში, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ კანონიერად შეიცვალოს ხელისუფლება და კონსტიტუციურად შეიცვალოს ხელისუფლება, მთელ ამ ინფრასტრუქტურას საკანონმდებლო და კონსტიტუციურ არქიტექტურას, მოდი ესე ვიტყვი, ეტაპობრივად არღვევს. ეს პაკეტი, ეს სისხლისამართლის კოდექსი, რასაც დღეს განვიხილავთ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და აგრეთვე კონკრეტული პირებისთვის საქმიანობის აკრძალვის, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საკითხები, ეს არის ერთი დიდი აი ამ მიმართულების არადემოკრატიული და ვიტყვი ალბათ არ მომერიდება რომ თქვა რომ მეტნაკლებად დიქტატურის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელთა ძალიან მსგავსებით ფაქტობრივად პოლიტიკური საქმიანობა ხდება არა თავისუფალი საქმიანობა, არამედ პარტიის მიერ ნებადართული პოლიტიკური საქმიანობა. და როდესაც საზოგადოებაში ანუ საბჭოთა კავშირისგან რეალურად რითი განსხვავდებით, ხო? იქ ყველა პარტია იყო კომუნისტური პარტიის გარდა აკრძალული და ეხლა ის პარტიები იქნება დაშვებული, რომელსაც ჩვენი კომუნისტური პარტია გადაწყვეტს, რომ იყოს დაშვებული. საბჭოთა კავშირისგან რაღაცებით განსხვავდებით ალბათ, მაგრამ ძალიან მსგავსებით ჩვენ ტერს, მეზობელს, რუსეთს, ძალიან მსგავსებით მისნაირ სახელმწიფოს, რომელიც არ იმსახურებს ყურადღებას ცივილიზებული სამყაროსგან, რომელიც ეტაპობრივად მოწყდება, თუ ესე გააგრძელა ქვეყანას სვლა და ამ მიმართულებით გააგრძელა სვლა, ეს იზოლაცია კიდევ უფრო გაგრძელდება. ყოველთვის ეს ყველა ინდიკატორი ესე მიუთითებს და ნუ საბოლოოდ საქართველოს, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო აღმოჩნდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ერთი ამის თქვა მინდა. და მეორე მხრივ კი ძალიან სახიფათოა ვიტყვი იმას, რომ კონსტიტუციის ძალთა ბალანსი, ხელისუფლების შეკავება, გაწონასწორება, დემოკრატია, რაღაც ვიღაცებისთვის ცოტა საბითურო და გაცვეთილ ფრაზებად იქცა, მაგრამ როდესაც დემოკრატიას ამ დონეზე უქმნის საფრთხეს, უკვე დემოკრატიულ ინსტიტუტებს ამ დონეზე უქმნის საფრთხეს და კონსტიტუციის არქიტექტურას ამ დონეზე არ ღვევ, ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს გარკვეულ ეტაპზე. კი ბატონო, თქვენ ამ კანონს როგორ შეაფასებთ? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის ეს სხვა შორის ამ ნაწილშიც განმარტებით ბარათში ესეთი რამ უწერიათ, რომ ეს არისო თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის დოქტრინიდან გამომდინარეო და ამიტომ აუცილებელი არის, რომ არსებობდეს რაღაც ისეთი მექანიზმი, რომელიც ასე ვთქვათ, დემოკრატიას რაღაც ბოროტად არ გამოიყენებს. ნამდვილად არსებობს ასეთი დოქტრინა, თუმცა ეს დოქტრინა თავის თავში ასევე გულისხმობს აუცილებლად იმას, რომ აუცილებელი არის ქვეყანაში არსებობდეს მათ შორის მრავალი პარტია, არსებობდეს კონკურენტუნარიანი გარემო, ამორჩევლად ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, რაც რა თქმა უნდა დემოკრატიულ ღირებულებებს უწყობს ხელს. ხო, მათ შორის თქვენ დაკავშირებული პირი ახსენეთ, ძალიან ბევრი მახასიათებელი აქვს ხოლმე საერთო აი ამ ინიციატივებს, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის ხოლმე მათ შორის ბუნდოვანი ჩანაწერები. ვინ შეიძლება იყოს, ხო, დაკავშირებული პირი და ვინ უნდა განსაზღვროს. ეს დაკავშირებული პირი არ ვიცი, ანუ შეიძლება იმდენად ფართოდ განიმარტოს, რომ ძალიან ფართო წრეზე გავიდეს და რა თქმა უნდა სუბიექტური შეფასებები წამოვაქ და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ოპოზიციურად არის უბრალოდ განწყობილი, შეიძლება თქვას, რომ იმ პარტიასთან, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს, მასთან არის დაკავშირებული და მას პასიური საარჩევნო უფლება, ანუ საერთოდ არჩევნებში კენჭისყრა საერთოდ შეეზღუდოს პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება თუ დაკავების უფლება საერთოდ შეეზღუდოს. მეორე საკითხი
ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ აბსოლუტურად ყველა ინსტიტუცია ასე ბრჭყალებში ხელში ჩაიგდო რა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეუბნება, რომ შენ უნდა მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციით კი ბატონო, პარტიის საქმიანობის საქართველოს უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლია იმ შულს, მაგრამ ფიზიკურ პირს ხო, ანუ ასეთ ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში, რომ შეეზღუდოს ანუ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ამაზე საკონსტიტუციო სასამართლო მიმსჯელოს, ასეთი რამ არ არსებობს. არსებობს გარკვეული გარემოებები, ასევე კონსტიტუციით განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება პარტიული საქმიანობა შეეზღუდოს ფიზიკურ პირს. თუმცა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი ფართო უფლებამოსილება მივანიჭოთ, რომ მან გადაწყვიტოს და იმსჯელოს ნებისმიერ კონკრეტულ ფიზიკურ პირთან მიმართებით, ასეთი უფლებამოსილება თავად კონსტიტუციითვე მას არ გააჩნია. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად ნამდვილად რომ თავის უფლებამოსილებას ახორციელებდეს, რა თქმა უნდა, მსგავსი უფლებამოსილება უბრალოდ არც უნდა განახორციელოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა უწყება, რომელიც წესით უნდა იყოს დამოუკიდებელი და მხოლოდ კანონის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს, ქართული ოცნების გავლენის ქვეშ არის და რეალურად დღეს ემსახურება სწორედ პარტიულ ინტერესებს. ანუ რაღაც მოსამართლეებს მიაღებინებენ ამ გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად ხელს მოაწერინებენ, არ ვიცი ხა შეიძლება დავარქვა დიქტატურის გაფორმება ქვეყანაში. ცოტა აკლია ალბათ რაღაცებისთვის ამას, მაგრამ ერთ-ერთი რაც ვიტყოდი, უკანონო კანონები ვახსენეთ არაერთხელ, არადემოკრატიული კანონები და კონსტიტუციის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის რღვევა ვახსენეთ. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი საკითხების დამზღვევი მექანიზმი არის კონსტიტუციური კონტროლი, ჩვენთან ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო და ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ნამდვილად რო ასრულებს თავის ფუნქციებს ქვეყანაში, ამასთან ეს პრობლემები რაც დღეს ქვეყანაში დგას, არც ერთი არ მგონია რომ რომელიმე მდგარიყო. რაც შეეხება თვითონ თავდაცვითი დემოკრატია ახსენეს, ეს დოქტრინა, ეგრეთ წოდებული სამდროში ეს დოქტრინა რამდენად შეიძლება უწოდოს ის, არ ვიცი, ანდრეს შაიოს ერთი სტატია არის დაწერილი ამაზე და სავარაუდოდ ძალიან უყვართ ეს თსოს კონსტიტუციონალისტებს ეს სტატიები. არის სტატია, რომელიც თვითონ სრულიად ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თვითონ შაიოს ამ სტატიასაც და ამ დოქტრინასაც კი, იმას, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. ამ დოქტრინის სტატიის თავარი მიგნება რაც არის ის, რომ ზუსტად აი ესეთი რაღაცები, რაც ქართული ოცნება აკეთებს, ესეთი რაღაცები რო არ მოხდეს სახელმწიფოში, როგორ უნდა დავიცვათ ამისგან თავი. ამ დოქტრინას რო გავყვეთ, ნუ პირველ რიგში ალბათ უნდა დაზღვეული ყოფილიყო თავიანთ საწინააღმდეგოა მოკლედ ეს დოქტრინა, ამისი თქმა მინდა. კი ბატონო. ანუ არ ვიცი საგამდე წავართ ყოველ იმას რა ქვია კვირას თუ თვეში ერთხელ თავაზობენ კანონების განკარგვა ჭანჭიკების მოჭერას და ნუ ბოლოს ახლა ალბათ ყველაფერს ხო თავს დაახურავენ, მაგრამ ნუ თავდახურული ჭურჭელი უფრო მალე დუღდება და მე საერთოდ შეიძლება გასკდეს თუ იქიდან ორთქლი არ გამოდის. ამას რატოღაც არ ითვალისწინებენ. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის გიორგი დავითური და თათია პონიაშვილი იურისტები იყვნენ ჩვენი სტუმრები. დაგველოდოთ რეკლამის შემდეგ დავით ჯავანაძე კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი წევრი იქნება ჩვენი სტუმარი. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით ჩვენი შემდეგი სტუმარია დავით ჯავანაძე კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი წევრი. მოგესალმებით დავით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ახალ კანონებზე ვისაუბრეთ ჩვენ წინა ნაწილში ერთი მანიფესტაციების ფაქტობრივად შეზღუდვას ეხება და მეორე ეხება პარტიების აკრძალვას და პირველი თუ არა მეორე პარტია ალბათ თქვენ იქნება თქვენი კოალიცია ვისაც აკრძალავენ ნაცების მერე და როგორ უყურებთ ამ საკითხს, რას ნიშნავს ეს? არა მარტო პარტიებს კრძალავენ, არამედ მერე თქვენ რადგან ამ პარტიის წევრი ხართ, სხვა პარტიას შესვლას აგეკრძალავთ. ანუ სამუდამოდ დათომ ჟავანაძეს აეკრძალება პოლიტიკაში მონაწილეობა. ანუ ამას ამბობს ოცნება, რომ მარტო პარტიებს კი არ აკრძალვა, მათ წევრებმა ახალი პარტიები როგორ შექმნა უნდა, სხვა პარტიებშიც როგორ შევიდენო, პოლიტიკურ საქმიანობას საერთოდ გიგრძალავთ. ანუ საარჩევნო პასიურ საარჩევნო უფლებას ვერსად არჩეული ვერ იქნებით. ხო, ამ გადმოსახედიდან არის რომ პირველ პასიურ საარჩევნო უფლებას გვართმევენ, ესე იგი არჩევნებში მონაწილეობა არ შეგვეძლება, პოლიტიკური პარტიის სახელით საერთოდ აქტიურობა და ლაპარაკი არ შეგვეძლება და ეს არის მთავარი მსხავი ეფექტი, რაც ეხლა ჩანს რომ ამ კანონს ექნება. ამას შეიძლება მოაყოლონ და რა ვიცი, შეიძლება უნივერსიტეტში ვეღარ ასწავლო, შეიძლება ქვეყნიდან ვეღარ გახვიდე, ანუ როგორ გაამკაცრებენ ეს ყველაფერი გამოჩნდება, მაგრამ ამ გადმოსახედიდან გულწრფელად რომ გითხრათ, აი ამ კანონის შემოღება რომ დრამატულად რამეს ცვლის თქო ჩვენთვის, ან რაღაცა ამით დავასრულებთ ახლა პოლიტიკურ საქმიანობას და სახში წავალთ
დავცვალოთ და იქიდან აღარ გამოვალთ, ხო, მაგას ეგრე ნამდვილად არ ვხედავთ, ხო, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობა და პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა აქამდეც ფაქტობრივად შეზღუდული იყო, იმიტომ რომ არჩევნები აღარ ტარდება. და ბოლო ორი არჩევნები საერთოდ ისეთი ამბავი იყო, რომ მეორე არჩევნებში მონაწილეობა არც მე ვიღეთ, ხო, 4 ოქტომბრის არჩევნებში და ისედაც ამ უფლებით არ სარგებლობა. ხო, შეიძლება დადგეს ახლა ეს ვითარება. შესაძლოა. თქვა რაღაცა შეთანხმება მაინც მოხდეს, მაგრამ ნუ ვარც თუ შეთანხმება მოხდება, სანქავის გაუქმება მოუწევთ, მაგრამ თუ შეთანხმება მოხდება, ან პირობებში. აი მარტში რო დანიშნოს ვადამდელი არჩევნები რა ხდება მე? ან თუ მარტში ან რა ვიცი გაზაფხულზე არჩევნებს დანიშნავს და ამ პირობებში ხა აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ეს პოლიტიკური ლიდერები ხო ჩვენი 4-ვე ლიდერი ციხეშიანი კამელია ელენე ხოშტარია სუყერა ეს ხალხი თუ ისევ ციხეში რჩება აქ რაღაც მედია დახურა და ეს ეხა პირდაპირ დღეს ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა რომ ეს ფარას კანონი მედიების კანონი და შეკრების კანონი ყველა გასაუქმებელია ხო პირდაპირ თქვენ რომ ამის არსებობა არ შეიძლება ქვეყანაში ამ კანონებსაც თუ ტოვებს კიდე ზემოდან პარტიებსაც გრძალავს და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს და პატიმრებსაც ციხეში ტოვებს, ეგ არჩევნები როგორ იქნება? ანუ ეგ არჩევნები კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე 4 ოქტომბრის არჩევნები იყო, ან მანამდე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო, ხო? ანუ ეგ არჩევნები ვერ იქნება. მას ეგ შეიძლება უნდოდეს, მაგრამ ეგ ეხა ეგრე არ ხდება, იმიტომ რომ აი ამ 4 ოქტომბრის ამბავმაც აჩვენა, რომ ხალხი არ წაყვა ამ პროცესს, ხო? ხალხი არ წაყვა, ხალხი არჩევნებზე არ წავიდა, მათ შორის ოპოზიციური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა არ მივიდა ამ არჩევნებზე და ხა რანაირადაც არ უნდა შეაკოწიწოს ეს პროცესი და შექმნას განცდა რომ აი თითქოს ყველაფერი კარგად არის, ფაქტია რომ თავარი სუბიექტი რაც არის პოლიტიკის ხალხი ამ ყველაფერში მონაწილეობას არ იღებს და თუ კიდე გააუარესებს მდგომარეობას, კიდე უფრო მეტად არ მიიღებს ხალხი ამ ფორმით მონაწილეობას, თორე ეხა ქუჩაში პროტესტი გრძელდება და უნდა გაგრძელდეს კიდევაც და ეგ არის თავარი პოლიტიკური პროცესი ჩვენი აზრით და ეხა 4 ნომერიც წაგვართვეს წინასაარჩევნოდ და არც მაგის გამო შეცვლილა რამე ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში და ეხას თუ რაღაცა მას აგვიგზალავენ პარტიის სახელით ლაპარაკს, არაფერს არ შეცვლის, იმიტომ რომ ახლაც როგორც ვლაპარაკობ, ისე ვილაპარაკებ მაგაგზალვის მერეც, ხო? ამიტომ გასაგებია რომ მას აი ამ ბრუტალური კანონების შემოღებით უნდა რაღაც დემორალიზაციის განცდა და უნდა დაშინება როგორც პოლიტიკური აქტორების ასევე უბრალო მოქალაქეების, მაგრამ ხა ერთია რა კანონებს შემოიღებს და როგორი ხმაურიანია ეს და მეორე ამ ყველაფერს როგორ აღასრულებს და სადამდე მიიყვანს ეს ყველაფერი თავად ივანიშვილის რეჟიმს, ხო? ეხა აქამდეც ბევრი კანონი შემოიღო და ვერ აღასრულა ძალიან ბევრი, ხო? ფარადან დაწყებული, აი ამ რაღაც ჯარიმებით დამთავრებული ვერ აღასრულა რეალურად და ძალიან გაჭედილი არის რეალურად. კანონსაც ვერ აღასრულებს თქვენი აზრით? ანუ რთულია, აი რა უნდა გააკეთოს, ხო? აი არჩევნებში მონაწილეობას რო გვიგზავნოს, ამ არჩევნებში მაინც არ მონაწილეობს და აი სხვას რას იზამს, რას გააკეთებს? სახლიდან გამოსვლას თუ ამიგზავნოს, ეგ კიდე სხვა ამბავი არის, ხა მაშინ ესე იგი მარტო მე კი არ უნდა ამიგზავნოს. საინტერესო არის, ხო, ანუ პარტია გაუხდა, უშო წარმოგიდგენთ სიუჟეტზე მიიღეს ეს კანონი, ალბათ მიიღებენ, ხო? ხა იშვიათად ასრულებენ დაპირებებს, მაგრამ ამ დაპირებებს ალბათ ამ ნაწილში ხოჩაღებია. აი, იმიტომ რომ საკუთარ მომრჩეველს დაპირდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებს ვერ აკრძალავდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. გადააგდეს ამ მომრჩეველი. უთხრეს, რომ ერთ წელს მერე აკრძალავთ ადგილობრივი არჩევნების მერეო. და ეხლა თუ მართლა აკრძალეს, ხო? ანუ სიტუაცია რა იქნება, რომ ნუ პარტია აღარ გექნებათ. თქვენ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ გექნებათ, რადგან ამ პარტიას სხვა პარტიის შესვლის უფლება აღარ გექნებათ. ნუ არაფერი ესეთ უფლება აღარ გექნებათ. და გააგრძელებთ, მაგრამ გააგრძელებთ იგივე კეთებას, რასაც აკეთებთ. აუცილებლად და კიდე ერთხელ ვიმეორებ, არჩევნებში შესვლის შესაძლებლობა არც აქამდე არ ქონდა, იმიტომ რომ არჩევნები არის თავად გაუქმებული, ხო? მაგრამ რა ვიცი, იქნება მოგინდეთ ის რაღაც მომავალ არჩევნებში მონაწილეობის. ეს მაშინ მოგვინდება თუ მოხდება შეთანხმება და მოხდება დათმობა რეჟიმის მხრიდან და ელემენტარულ წესებზე შევთანხმდებით, ხო, სამართლიანი არჩევნებზე. თუ ეგ მოხდება და თუ რეჟიმს ჩვენ მაგდონემდე დავასუსტებთ, ჩამოვშლით, დავამხობთ, რა ვიცი, ბევრი სიტყვა შეიძლება გამოვიყენოთ, ხო? ზოგიერთი გაიცვითა უკვე ამასობაში. თუ ამ მდგომარეობამდე მივახცეთ, მაშინ რა თქმა უნდა ლაპარაკიც არის, რომ ეგ აბსურდული კანონების უყოლა ალაგდება და გაუქმდება ისევე როგორც შემოაქვთ ხა ესე გიჟივით, ხო? ხო და ამიტომ მაგის შიში საერთოდ არ გვაქვს. თავი პოლიტიკური პროცესი ხა საარჩევნო უბნებზე რო არ მიმდინარეობს, ეგ გამოჩნდა კიდევაც. თავი პროცესი მიმდინარეობს, აი ქუჩაში წინააღმდეგობა, რა ვიცი, ნებისმიერ სხვა სახის წინააღმდეგობა, ხო, ეს მარტო რუსთაველის გამზირსაც არ მოიცავს და ეს არის თავი პოლიტიკური პროცესი. აქ როგორც გარდატეხას მივახცევთ. აი მაშინვე ყველაფერი უკვე გაუქმდება ისევე როგორც შემოიღო ეხლა. ანუ თქვენთვის არაფერს არ შესვლის, მაგრამ ქვეყანისთვის რა შეცვლის? ზოგადად, ანუ წარმოიდგინეთ ეხლა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩინდება ქვეყანა, სადაც გვაქვს ასეთი კანონი, რომ პარტიებს კრძალავენ და პარტიებს ადამიანებს უკრძალავენ პოლიტიკაში მონაწილეობას. იმის მიხედვით ვინ მოსწონს უფროს და ვინ არ მოსწონს. ნუ მანდი ივანიშვილის გაცვლა სავარაუდოდ ის არის, აი როგორც ბელარუსში ლუკაშენკომ გააკეთა, რომ ყველა და ყველაფერი მოასუფთავა და მე თითქოს იძულებული გახადა
დასავლეთი რომ მასთან ელაპარაკათ. საუბრობთ ეს არის მიზანი ერთ-ერთი ივანიშვილის, ოღონდ ამ ლუკაშენკოსთანაც არ ელაპარაკობდა დასავლეთი ეგრე და არც ახლა ელაპარაკობს, მასთან რაღაც მცირე ისეთი ურთიერთობა არის, ხა რაღაც პატიმრები გამოაშვებინეს და რაღაცა სამაგიეროდ რაღაც ლუკაშენკომ რაღაც მისცა ამერიკელებს, ნუ ეს მცირე ესეთი ფორმატი არის ურთიერთობის, ივანიშვილსაც გონია რომ ასეთ ფორმატში გადავა და იძულებულს გახდის რაღაც 400 მილიონიან ევროკავშირის და 350 მილიონიან ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ მასთან დაჯდებიან და იძულებით დაელაპარაკებიან. ხო, ამის გათვლა აქვს მას, მაგრამ არ არის ეს ანალოგიური მდგომარეობა და არ არის ივანიშვილი ისეთი რესურსიანი დიქტატორი, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. ამას ისიც აჩვენებს, მათ შორის, რომ ამდენი ხანი ვერც ეს პროტესტი ჩაახშო, ვერც ეს რაღაცა სატელიტი პარტიები შეკრა და შექმნა და ვერც აი ახლა ეს მთელი გამკაცრება, რომ ქუჩაში დგომას გზავნოს ფაქტობრივად, მაგის ნიშანი არის, რომ ის არ გამოსდის რაც უნდა. და მე მგონია რომ არც გამოუვა. ხო და საგარეო იმიჯი რა თქმა უნდა დაზიანდება, მაგრამ უკვე დაზიანებული არის, ან კი რა შეცვლის. მართლა შეიძლება ჯობდეს რომ რა ვიცი, ბარემ ბოლომდე გამოაჩინოს თავის სახე და თუ ემანდ ვინმეს რამე ეჭვიეპარება დასავლეთში რომ აქ იქნება ივანიშვილთან და დალაპარაკება შეიძლება, ყველამ დაინახოს რომ ამასთან ლაპარაკი არ შეიძლება. ხო, ამას სჭირდება სანქციირება, რეპრესიები და შესაბამისი ზომების მიღება და ხო, ამიტომ დიდად არაფერს არ შეცვლის. საქართველოს უკვე ისედაც გამქრალი არის საერთაშორისო პოლიტიკიდან ივანიშვილის წყალობით ამ ეტაპზე, ისედაც დაზიანებულია ჩვენი იმიჯი, შეჩერებულია ევროინტეგრაცია, შეჩერებულია სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ანუ ყველაფერი უკვე მომხდარი არის და ეხლა ეს ამას თუ გააკეთებს, ეს კიდევ ერთი ხილული გამოვლინება იქნება მისი არაადეკვატურობის, თორე ხო, კარგი, მაგრამ საქმიანობას ასევე გავაგრძელებთ, მაგრამ რა საქმიანობას გააგრძელებთ? რას აკეთებთ დღეს? დღეს ხართ დაგავებული. პარტია კოალიცია ცვლილებებისთვის რითი ხართ დაგავებული? დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მუხტი შენარჩუნდეს, გაგრძელდეს და ის აღმავალი გახდეს. ამას აქამდეც ასე ვამბობდით და შეიძლება ჩაკარგული იყო ეს უფრო მეტად აი სხვადასხვა ნარატივებში, ხო, ხან 4 ოქტომბრის დამხობის ნარატივში, ხან არჩევნებზე რაღაც ქალაქების გამოგლეჯვის ნარატივში შეიძლება ისე ხმაურინათ ეს არ ჟღერდა, მაგრამ საბოლოო ჯამში პროცესებმაც გამოვაჩინა და ჩვენც დარწმუნებული ვართ მაგაში, რომ ეს არის ერთადერთი და სწორი გზა. პროტესტის შენარჩუნება, მისი გაძლიერება, აღმასვლა და მაქსიმალურად აი პროტესტის აქტორებთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა არის საჭირო, ხო, არ მარტო პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ ყველა აქტივისტი, აი ხა მე ოფისიდან მოვდივარ, სადაც ხო ეს რუსთაველის გამზირის თავარი ეს ვთქვათ აქტიური აქტივისტები იყვნენ შეხვედრაზე ჩვენთანაც სხვა პარტიებთანაც მუშაობთ რომ რაღაცა კოორდინაცია იყოს თემებზე შევთანხმდეთ და მათ შორის 26 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაშიც ვარ ჩართული ხო 26 ოქტომბრის 19 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ვიკრიბებით ერთი წელი არის საპარლამენტო არჩევნებიდან ფაქტობრივად რომელიც საკონსტიტუციო გადატრიალება იყო ივანიშვილის ხელით მოხდენილი მაგ დღეს არჩევნები რომელიც არ აღიარა არავინ ამ ქვეყანაზე აქედან ერთ წლის თავზე ისევ ვიკრიბებით და კიდე ერთხელ გვინდა ასე ვთქვათ დემონსტრირება იმისი რომ პროტესტი გრძელდება მუხტი გრძელდება და ამ ყველაფერს თავის მნიშვნელობა აქვს ხა გუშინაც რომ ეუთოს თავმჯდომარე ჩამოვიდა ქვეყანაში და მივიდა რუსთაველის გამზირზე. ხო, მაგრამ ცოტა ხალხი რომ დახვდა არ იყოს ერთგვარი. არ იყოს ბაშორის გუშინ ეგრეთ ცოტა ხალხი მე ვიყავი აქციაზე და ეგრეთ ცოტა ხალხი არ იყო, მაგრამ ეგეც უნდა ვიცოდეთ რომ მათაც კარგად ესმით და ჩვენს კარგად უნდა გვესმოდეს რომ ყოველდღე 100,000 კაცი რუსთაველზე ვერ იდგება, მაგრამ აი როგორც თეორიულად მაგალითად პარლამენტი 150 კაციანი პარლამენტი არის 3 მილიონი ნახევარი ქართველის წარმომადგენელი პოლიტიკურ პროცესში ისევე არის, თქვათ რუსთაველზე მყოფი 400 თუ 500 კაცი, წარმომადგენელი იმ 100 და 150,000 კაცის, რომელიც გამოდიოდა ყოველდღიურად, თქვათ იგივე დეკემბრის თვეში აქციაზე, ხო? ანუ ასე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ეგეთი მცირე რიცხვოვანი და უმნიშვნელო აქცია იყოს, აქამდე მართლა არ მოგცემდნენ იმ გზის გადაკეტვის შესაძლებლობას, ხო, რასაც იქედნებიან კობახიძე და სხვები, რომ აი ეს უნდა დავასრულოთ, ეს უნდა დავასრულოთ. დაასრულონ, რატო ვერ ასრულებდნენ? იმიტომ რომ იციან, რომ იქ როგორც კი რაღაც ფიზიკურად ჩაერევიან ამ ყველაფერში, 300 კაცი გახდება 30,000 კაცი. და ეს გვინახავს ჩვენ არაერთხელ და მათ შორის ხა ამ ეუთოს თავმჯდომარე და ფინანსის საგარეო მინისტრი ამავე დროს ხო რომელიც იყო მისული მასაც კარგად ისმის ეს ყველაფერი და მნიშვნელობას კარგად აფასებენ რა ამ პროტესტის მნიშვნელობას და ჩვენც უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი. ნახეთ რომ მე ფინანსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეუთოს თავმჯდომარესთან გაუქმა პრემიერმა თქვა რომ გავაუქმებო. სადაც შეხვედრავდა. ხა ფინანსის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს მე გავაუქმებო. ხო და ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წარსული გამოცდილება, როცა ქართულმა ოცნებამ თითქოს დატოვა, მაგალითად სოციალისტების ჯგუფი ევროპარლამენტში და ამ დროს პირიქით გამოაგდეს და ამათმა დაასწრეს მე განცხადების გაკეთება. რაღაცა მსგავსი ხდება სავარაუდოდ აქაც, რომ აღარ შეხვდა ეს თან ისეთი ჟესტი არის. ჩამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური ფიგურა საერთაშორისო ორგანიზაციის, შეხვდა პროტესტანტებს რუსთაველის გამზირზე და არ შეხვდა ამათ.
ეს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა. ხო, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა, მაგრამ პრემიერს აღარ შეხვდა. ხო, ანუ ეს ჟესტი არის, რომ ვის ცნობს ის, როგორც აქტორს ამ ქვეყანაში, ვის ანიჭებს მნიშვნელობას და ვის ელაპარაკება და ვის არ ელაპარაკება. ხო, ასეთ იზოლაციაში მყოფი მთავრობა არ არის თლად ძლიერი ფორმაციის და დალხინებულ მდგომარეობაში მყოფი მთავრობა. განსაკუთრებით საქართველოში, რომელსაც ხო. კი ბატონო, ხო ეს ყველაფერი გასაგებია, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეს პროტესტი რამდენხანს უნდა გაგრძელდეს და თუ ასე თი მშვიდობიანი პროტესტი, რასაც თქვენ ეძახით, შედეგს არ იძლევა და ოცნება უკან არიხევს. რამე უნდა შეიცვალოს, არ უნდა შეიცვალოს. როგორ უყურებთ, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ცვლილებების მომენტი, რომ დადგეს ამ ქვეყანაში? ხო, ნახეთ, მე მგონია რომ რაიმე კონკრეტული ხედვა თქვენს კოალიციაში მიმართულებით. შეხედეთ, ეს პროტესტის შედეგს იძლევა ჩვენი აზრით უპირველესად და ეს შედეგი შეიძლება ჩაიკარგა ბევრ რამეში და ამაზე იმდეს არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმი ვინაიდან ჯერ არ დასრულებულა, შესაძლოა დაგვავიწყდეს და ყურადღების მიღმა დაგვჩეს ის ფაქტი, რომ ამან მოიტანა უამრავი სანქცია ივანიშვილის მაღალჩინოსნებისთვის და ყველა ვის დასაქციეთ და მე სახში გაუშვა და მოიშორა ივანიშვილმა ხელისუფლების მმართველობიდან, ხო? ამან მოიტანა პერსონალურად ივანიშვილის სანქციები, ამან მოიტანა, ასე ვთქვათ, სრულ იზოლაციაში მოხვედრა რეჟიმის და არავინ დღემდე უკვე თურქეთის პრეზიდენტს იმდენჯერ შეხვდნენ, რომ აი უკვე გაუსაზლისი არის ამის ყურება, ხო? გუშინ ვიღაც იცინოდა სოციალურ ქსელში, რომ უკვე თურქულად ელაპარაკებიან ერთმანეთს იმდენჯერ შეხვდნენო. ანუ არავინ არ ელაპარაკება ამ ქვეყანაზე და ერთი წელი გავიდა უკვე და ეს არ იცვლება. ჩინეთის ელჩის კანცელარია თავის ოფისი გონია ალბათ. ხო, არ ჩინეთის ელჩი საელჩოში უფრო ნაკლებად არის ვიდრე საელჩო. ეს მოიტანა ამ პროტესტმა. ანუ ეს არ არის უბრალო ამბავი. გასაგებია ჯერ არ ჩამოშლია ეს რეჟიმი სრულად, მაგრამ აქეთკენ მიდის. რაც შეეხება ვადებს, ხო ეს ვადები ყოველთვის რაღაცა ისა $1,000,000-იანი შეკითხვა არის და ვიღაცამ მის და ვინც თქვა მე მაგ ვადაზე და მაგ რაღაც თარიღზე ააგო მთელი პროცესი შეხედეთ როგორც დასრულდა 4 ოქტომბერს და ძალიან სამწუხარო, ასე ვთქვათ, შეცდომა და ავანტიურა იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ხო, ანუ იქამდე იქნება ეს ყველაფერი, სანამ რეჟიმი დათმობებზე არ წამოვა და არ დავასუსტებთ. ეს უფრო მალე მოხდება, რაც უფრო თანმიმდევრულებით და ნებისყოფით მიყვებით ამ ყველაფერს რა. და რაც უფრო ეს ზიგზაგები გვექნება და ხან ვიღაც მომაში შევა არჩევნებში, ხან ვიღაც რაღაცას ხობეს დაიტაკება თუ რაღაც ათასნაირ ასე ვთქვათ. ხო, ეს გავიგე ყველაფერი, მაგრამ აი ნახე ამდენხანია მიდის ეს ერთი მიმართულებით. აი 4 ოქტომბერსაც ხალხი რატო გამოვიდა, იცი? იმის კი არ ჯეროდათ რომ რაღაცა დღეს დაიწყება, დღეს დამთავრდება, მაგრამ რაღაცა უნდათ რომ ამ პროცესის გარდამტყდარი იყო ამ პროტესტში და რაღაც ახალი შესთავაზა ამ ხალხმა და ამიტომ გამოვიდა რომ რაღაც ახალს მაინც გვთავაზობენ. და თქვენ გააქვთ ახლა ეს რესურსი რომ რამე ახალი შესთავაზოთ, რამე ცვლილება, რამე ახალი იდეა, ან რაღაცა უფრო მასშტაბურ სხვა ეტაპზე გადაყვანა პროტესტის, იმიტომ რომ მე ხელისუფლებას მოუწევს, რაც ვლაპარაკობდით, წამოვიდეს მოლაპარაკებებზე, ხო? გაუქმოს ეს დრაკონული კანონები, არჩევნები, ასეთ რამეს ხედავთ, თუ უბრალოდ თქვენი გეგმა არის, რომ მოდი ვიაროთ ქუჩაში და დაველოდოთ, როდესაც იქნება ივანიშვილი ჭკუაზე მოვა. არა, ჭკუაზე არ მოვა, ჭკუაზე იძულებით უნდა მოვიყვანოთ და ამ ქუჩის პროტესტს აქვს მაგის რესურსი თუ აქვს. ეხლა რაღაცა სიახლეა, რა თქმა უნდა, მუდმივად რაღაცები იცვლება. ეხლა მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირში შეიცვალა მაგალითად პროცედურა და პირდაპირ იყო ინიციატივა 2 დღის წინ, რომ გაჟღერდა, რომ მოდი უვიზო შეჩერების ნაცვლადო, რაც აგრეთვე დიდი საფრთხე არის ქართული ხალხისთვის, ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი, უვიზო შეჩერების ნაცვლად 1000, 2000 ის დავასანქციროთო, ანუ ვიზა ლიბერალიზაცია შეუზღუდოთო ქართული ოსნების მაღალჩინოსნებს, ხო? ეს აქამდე თუ მაგალითად რთული პროცედურა იყო, ეხლა შეიცვალა ეს ყველაფერი და მარტივი უმრავლესობით ევროკავშირს ძალიან მცირე დროში შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება, ხო? ეს აგრეთვე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საგარეო ცვლილება არის და მნიშვნელოვანი საფრთხე არის თავად ივანიშვილის რეჟიმისთვის. იმისთვის, რომ მსგავსი რაღაც მოხდეს და იმისთვის, რომ შიგნით ივანიშვილმა არ გააჩინოს განცდა, რომ აქ არავინ პროტესტში აღარ არის და წინააღმდეგობა აღარ არის, ეს უნდა გავაგრძელოთ, ეს უნდა იყოს აღმავალი და ხო, რაც შეეხება ვადებს და ახალს რას გვთავაზობთ თქვა ამას გეუბნებით, ვადებზე არ ვამბობ რა, ანუ რამე ისეთი ინიციატივა თუ გაქვთ, რაც იქნება, არ ვიცი, გაერთიანება არ გამოდის, სულ იყო საუბარი, არის ორი ინიციატივა არის ხოლმე საუბარი, სულ რაღაცა რომ კრიზისი დადგება და რა გავაკეთოთ, არ ვიცით, ან მოდი რეგიონებში გავიდეთ, ან მოდი გავერთიანდეთ და ეხლა რეგიონებში ხო სიაროს ვერანებაზეშის და ეს გაერთიანება კიდე არ გამოდის. ამ გაერთიანებაზეც გეტყვით მე არ გამოდის. თქვენი პოზიციაც ვიცი ამაზე სხვა ეთერებში და ვიცი ზოგადად განწყობა როგორიც არის ამის მიმართ, მაგრამ აი ჩემს ასე გეტყვით და მე მგონია რომ პარტიაში ამ ამბავს ვიზიარებენ. ანუ გაერთიანება
გამოვა და შესაძლებელია აბსოლუტურად თუ შევთანხმდებით სტრატეგიაზე და შევთანხმდებით ხედვაზე. აქამდეც ხო იყო აი წინა ერთ წელში იყო გაერთიანების ორი მცდელობა. ერთი იყო სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის ირგვლივ, სადაც საკმაოდ კარგად მიდიოდა თანამშრომლობა პირველ ეტაპზე, როცა ყველა პარტია და მერე სხვა სამოქალაქო ჯგუფებიც იყო შეკრებილი და თანხმდებოდით პარლამენტში არ შესვლაზე, საგარეო ფრონტზე ერთიანას თქო წარმომადგენლობაზე ქვეყნის შიგნით ერთიან მოქმედებებზე, მაგრამ ეს შეიცვალა და დასრულდა მაშინ, რაც ლელონ დაგახარიამ გადაწყვეტა რომ არჩევნებში უნდა შესულიყო და სალომე ზურაბიშვილმაც ამ ამბავზე ასე ვთქვათ სათანადო პოზიცია შესაძლოა ვერ დააფიქსირა და ეს პლატფორმის ამბავი დასრულდა. ამის მერე იყო 8 პარტიის ფორმაში თანამშრომლობა, რაც იყო ფაქტობრივად დარჩენილი პარტიები, რომლებიც არ შევედით 4 ოქტომბრის არჩევნებში, ამ ფორმაში თანამშრომლობით ბევრი აქცია გავაკეთეთ, რამდენიმე კარგი აქცია გავაკეთეთ 19 ივლისში, აგვისტოშიც იყო აქცია, სექტემბერშიც იყო ორი აქცია, იყო ძალიან კარგი და ასე ვთქვათ აღმავალი ტენდენცია. აქაც მერე ისევ მოხდა რაღაც გაუგებრობა, როცა სოლმოზრებამ დატოვა ფაქტობრივად ეს პლატფორმა და შეუერთდა რაღაცა 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის პროცესი, ხო ესეა? ანუ ორივე შემთხვევაში ჩვენ შევხედეთ, რომ ეს ერთიანობის დარღვევა გამოიწვია იმან, რომ სტრატეგიაზე ვერ შევთანხმდით და რაღაცა ნებისყოფა არ იყო ვიღაც ჯგუფებს იმისა, რომ მივყოლოდით იმ გზას, რასაც მივყვებოდით აქამდეც. ეხლა დღეს მე მგონია, რომ ეგ ისევ შესაძლებელია, ოღონდ რაღაცები უნდა გადავიაზროთ ყველამ რა. რატო არის შესაძლებელია ძალიან კარგად ეს პოლიტიკა გახარიასთან ისო გაერთიანდები? ანუ თუ გახარიეთ და გახარია იძახის რომ არავისთან არ მინდა. თან თუ გაერთიანებთ ლელოსთან გახარიასთან რა გარანტია გაქვთ ისო რაღაც სხვა გზით არ წავიდეთ? ხო და აი მაგაშია საქმე. როგორც ეხა სხვა გზით გარანტია არ გვაქვს, მაგრამ თუ კი ისინი თავის პასუხისმგებლობას აიღებენ იმაზე რა შეცდომას დაუშვეს. ზოგადად ჩვენ ის კი არა რაღაც ეგოს მოფხანა კი არ გვინდა და რაღაც პირადი სიამოვნების მიღება. ჩვენ გვინდა რომ შევთანხმდეთ მართლა რომ რა არის სტრატეგია. სტრატეგია ეს არის ჩვენი. რაც ვფიქრობ თუ ყველაზე ეფექტურია. მშვიდობიანი, უწყვეტი, განგრძობადი და აღმავალი პროტესტი. გავიგე რომ ამას არ აქვს რაღაცა ისეთი ვადები, როგორც ის არის შედეგი რა. ხო, მყისიერი შედეგი არ აქვს, მაგრამ ამაზე მოკლე გზა არ არსებობს. ანუ რაღაც მოჩქარეს, მოუგვიანდეს არ უნდა დაგვემართოს. ეს არის ყველაზე ეფექტური, ყველაზე სწრაფი და ყველაზე ისეთი თავის ტკივილი ივანიშვილისთვის. ეს აჩვენა კიდევაც. გავიგე რომ 10 თვე გავიდა, 11 თვე გავიდა, მაგრამ მართლა ის არის, ანუ ამ ყველაფერს თუ თავი ეგ კი არა, რო არ შესულიყო ლელო დაგახარია იმ არჩევნებში. მე მგონია რომ აი 4 ოქტომბერსაც კი უკვე გაცილებით უფრო წინ ვიქნებოდით ივანიშვილის დაზიანების პროცესში ვიდრე აქამდე ვიყავით. ხო, იმიტომ რომ ჯერ ამ პროცესშიც კი ის იმ არჩევნებზე ის სიცხები ვერ მიიღო, რაც უნდა და ფაქტობრივად ხალხმა თქვენ გბრალდება ეგ კიდე აბსურდია ჩვენ გას გბრალდება. ვეუბნებოდით რომ არ შეხვიდეთ, ყველა თავის კვლევა ეუბნებოდა ლელოს დაგახარიას რომ მათივე ხალხი არ პირებდა მათთვის ხმის მიცემას და მაინც შევიდნენ და ის მიიღეს რაც მიიღეს და ჩვენ რაშუაში ვართ. ქართველი ხალხის განწყობა იყო ასეთი. ქართველი ხალხს უნდა მოусმინო, მაგათ ავიწყდებათ ხოლმე ივანიშვილსაც და აი ამ პარტიებსაც ავიწყდებათ, რომ პოლიტიკის მთავარი სუბიექტი ხალხი არის და ხალხს უნდა მოусმინო. და თან თუ აწონდაწონი ხა ისედაც რაციონალურად ის სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც ჩვენ მივიღეთ და ხა ეს თითების გაშვერას რაც უფრო მალე დაამთავრებენ, უკეთესი არის მათთვისაც, ჩვენთვისაც და საერთო პოლიტიკური პროცესისთვისაც. ხო, იმიტომ რომ ერთიანობა შესაძლებელია. საერთო მტერი არის, ხო, ივანიშვილი არის საერთო მტერი და მთელი ეს მისი რეჟიმი უბრალოდ ღირს თუ არა ეგეთი ერთიანობა საერთოდ არა. ღირს იდეის გარშემო ერთიანობა. ეს არის უპირველესი. ამ იდეის ერთგულები უნდა იყვნენ და ხო და ნუ თუ არ არიან ისინი ამ იდეის ერთგულები, თუ ისინი რაღაცა სხვა კალკულაციებში არიან და სისტემა ოპოზიციობა უნდა თან რაღაცა სხვა გათვლები აქვს, მაშინ ჯობია რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას და ვისაც აქვს რეალური ბრძოლის სურვილი და რეალური ერთგულება იდეის და სტრატეგიის, რაც ნამდვილად ნაცადად ეფექტურია ივანიშვილის წინააღმდეგ. ჯობია რომ ამ ხალხმა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან და ჯობია რომ ამ ხალხმა გავაკეთოთ და გავაგზავნოთ ეს პროცესი. ეს არის ყველაზე სხვა გამოსავალი აქ არ არსებობს და ხო, კიდე ერთხელ ვიძახი, ახალს რაც თავაზობთ. ხო, ეგ არის რეალურად ეს ახალი კარგად დავიწყებული ძველია რაღაცნაირად და ჩაიკარგა ეს ბევრ რამეში და ბევრ დაპირებაში ბოლო პერიოდში, მაგრამ ეს არის ყველაზე ეფექტური. რამე რაღაც ახალს ვერ მოვიგონებთ. ხა შესაძლოა რაღაც დროს ყოფილიყო ქუჩაში უშუალო რაღაც ფიზიკური შეტაკება უფრო ეფექტური რეჟიმის წინააღმდეგ. შეიძლება პაშინიანმა სხვანაირად გააკეთა, შეიძლება ვარდების რევოლუციის დროს სხვანაირად მოხდა, მაგრამ დღევანდელ დღეს 2024-25 წელს ივანიშვილის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ბრძოლის ბევრი მექანიზმი რო დაიტესტა, მასწავლის არჩევნები თუ რა ვიცი, დამხობები თუ რაღაცა გამოჩნდა, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური, მშვიდობიანი, განგრძობადი და ხალხმრავალი პროტესტი. მადლობა დიდი, დავით ჟავანაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი წევრი იყო ჩვენი სტუმარი, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მე ხვალამდე გემშვიდობებით.